German homolos, I drink coffee and I know things. 34 ეპიზოდის თემა არის უარყოფასთან შეგუება. ვიცი რომ ეს საკითხი და ზოგადად ეს საშინელი გრძნობა ბევრს გამოუცდია და მესმის სრულიად როგორი მტკივნეული რამაა, ამიტომ მისთვის გვერდის ავლა არ გამოვიდოდა, ამიტომ უნდა გავშალოთ ისე როგორც საჭიროა ეს თემა. იმედი მაქვს ვინც ახლა ამას კითხულობს ან ისმენს, არის იმდენად ბედნიერი რომ ეს გრძნობა არ გამოუცდია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ტკივილთან გამკლავებას როგორც აღმოჩნდა ბავშვობიდან ცდილობენ. ეს ამბავი თქვენ გეძღვნებათ უბრალოდ ამ ადამიანებს, ვინებსაც რიყავდნენ, ჩაგრავდნენ, დასცინოდნენ, არ ემეგობრებოდნენ, მათ გატეხოს ცდილობდნენ და თანამოაზრის ყოველი შემდეგი პოვნისას მათგან უარყოფას და ზურგშექცევას იღებდნენ. და თან ისე რომ ვერც იგებდნენ რა დააშავეს, ასე რომ ყველა მაქცია ზურგი. ამის გამო ჩამოუყალიბდათ კომპლექსი საკუთარი თავის სიძულვილის, რადგანაც ასე ყველა მიშორებს, ესე იგი მართლა ცუდი ადამიანი ვარ, რომ ამის ფიქრში უწევდათ მოზარდობის, ბავშვობის და ცოტათი ზრდასრულობის წლების გატარებას კი. ეს იმდენად მოქმედებდა მათზე, რომ საკუთარი თავის რწმენას დროდადრო კარგავდნენ, უვითარდებოდათ ანტისოციალურობა და თავდაჯერებულობის მხოლოდ ცისქნა ნამცეცები გახქონდათ დარჩენილი. ამდენი უარყოფისა და უნუგეშობისგან ინსტინქტურად დაიწყეს ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლა და მისით შეპყრობილებიც კი გახდნენ. რომ როგორმე ახსნა მოეძებნათ იმისა, რატომ აქცევდა ასე ყველა ადამიანი ზურგს მათ და რატომ რიყავდნენ, თუ ეს ამბავი თქვენთვის ძალიან ნაცნობი და ახლოა და ჯერ კიდევ ებრძვით ამაზე შფოთვებს, მინდა იცოდეთ, მინდა მიიღოთ ეს სიტყვები ისე როგორც ყველაზე გულითადი მეგობრისა და თანამოაზრისგან ნათქვამი. საკმარისები ხართ. არ ხართ ცუდები. არ ხართ შეცდომა. არ ხართ დაზიანებულები. არ ხართ დამნაშავეები. ძვირფასები და განსაკუთრებულები ხართ როგორც ღმერთისთვის, ასევე სამყაროსთვის. და დიახ, სჭირდებით სამყაროს, ღირებულები ხართ. ეს უარყოფა და გარიყვა თქვენი ბრალი არანაირად არაა. არაფერი დაგიშავებიათ, ხრებში გაიმართეთ, თავი ასწიეთ და ბოლომდე ირწმუნეთ თქვენი თავის. არაფერში სჭირდებათ სხვებისგან დადასტურება, მიღება და აღიარება, რომ ღირებულები და ძვირფასები ხართ. ასე არ არის მოწყობილი სამყარო და ადამიანი. არ უნდა გადარდებდეთ ეს უარყოფა და გარიყვა, არ უნდა გწყუროდეთ ასე ძალიან, ასე მთელი სულით და გულით სხვებისგან მხარდაჭერის და მეგობრული დამოკიდებულების მიღება. არ გჭირდებათ ეს მხოლოდ ბრიყვებს და საცოდავებს სურთ. აღიარება და დადასტურება. თავარი არის რომ თქვენ გწამდეთ თქვენი თავის, თქვენ გჯეროდეთ რომ ცუდები არ ხართ და რაც ყველაზე მთავარია, უნდა ისწავლოთ მარტოობით ტკბობა. ოღონდ ძალით და ზიზგით კი არა. ბოლომდე უნდა იკაიფოთ ამით. სხვა შემთხვევაში სამყარო და ადამიანები არ შეწყვეტენ თქვენს ტკენას, თქვენს გარიყვას, უარყოფას, დაჩაგვრას. ასე ხდება, სანამ სიმართლეს არ გავიაზრებთ, გაკვეთილები და გამოცდები განმეორდება. წრეზე გატრიალებთ სამყარო, ღმერთი არ მოგეშობათ, სანამ სიმართლეს არ გაგაგებინებთ და ამ შემთხვევაში სიმართლე სწორედ ესაა. ნუ ჩაუღრმავდებით და ჩაიმძიმებთ თავს ამ უარყოფით, გარიყვით და თანამოაზრის არყოლით. თქვენი ღირებულების დადასტურებას გარეთ მოეძებთ. ეს თქვენი საქმეა, თქვენ უნდა ირწმუნოთ თქვენი თავი. ისიამოვნოთ მარტოობით და როცა დრო მოვა, აღიარებასაც მიიღებთ თქვენი ღირებულობის და ჭეშმარიტ მეგობრებსაც.